დღეს ინტერნეტში ერთი მდინარის ფოტო ვნახე, მაგრამ ვერაფრით გავიგე რა მდინარე იყო. ამიტომ ჩვენს გადაცემაში ამ საქმის ექსპერტი მოვიწვიე. ძალიან გთხოვთ, მივესალმოთ. ჩვენი სტუმარი გახლავთ ქრისტინე ბიწაძე. მოგწამდით. რა საოცარი ვინმე მოვიდა ჩვენთან სტუმრად. ლამაზი ექსპერტი. ესეთა ტაშის გარეშე შეიძლება დატოვოთ? გამარჯობა. ვაიმე, ეს ამას როგორ უძლებთ ხალხი? დედა რა საყვარელი ხარ? შეგიძლიათ რომ აი აქ დაბრძანდეთ, მობრძანდით, აი აღოგდით თუ შეიძლება. აი ეს, ოხო, დედა რა სილამა. ვაიმე, რა ლამაზი ფეხსაცმელებია ესა? ქრისტინე წლინახევრის იყო, როდესაც პირველად მოვიდა პატარების დიდ შოუში. მაშინ ლაპარაკი არ იცოდა. სამაგიეროდ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს არ საუბრობდა, გადასარევად ერკვეოდა დროშებში. ეხლა რამდენი წლის ხარ? რამდენის? 2. 2-ის ბრძანდება, უკვე დიდია. რა შეიცვალა ერთი შენ ცხოვრებაში? მოგვიყევი წინა მოსვლიდან, აი დღემდე კიდევ. ბაღში დადი ხარ? გაგიშვეს ბაღში უკვე? კარგია ბაღში? კიდე სად დადი ხარ? ბალეტში. სად დადი ხარ? ბალეტში. ბალეტზე? ხო, აბა, ახლა ასეთი ჩაცმული პრინციპში ბალეტიდან მობრძანდები, როგორც ვიყავ. როგორც ეკავენ, შეგიძლია მანა, ხო? ან ტრიალი, ან რამე იცი შენ? როგორ კეთდება? მოდი მოგეხმარები, ჩამოდი და აბა მანახე, ქრისტინე, ერთი როგორია, აბა ბალეტი მანახე, რომ მე უმეცარმა. ოხო, შესანიშნავი. გადასარევია, მამიკო, თავბრო არ დაგეხოს. შეგიძლია რამე მასწავლო, ესე უნდა გავაკეთო? თუ ეს ასე უნდა ვქნა? დავტრიალდე? კარგია? კარგად გავაკეთე? მიმიღებენ როგორ გონია ბა? ხო, ეხლა შენაირად კარგად რო ვერ გავაკეთებ ეხლა, ხო იცი? აი, ასო მამახია. რა ქნა? ასო მამახია. ვინ აგახია? ასო. ტასო ვინ არის? ჩემი მასწავლებელი ეძღვება. შენი მასწავლებელი ეძღვება ტასოს? საოცარი ამბავია. ტასო ვინ არის ჯერ გავარკვიოთ? აქ არის ტასო? ალა. აბა? დედა რო ცხოვრობს სამსახურში, იქ არის ტასო. გასაგებია. ყველაფერი გასაგები არის. მე მგონი თქვენს ყველაფერი გესმით, ხო? რაზეც საუბრობ. ესე იგი, მდინარეები გიყვარს ძალიან, როგორც ვიცი. დროშები ისედაც გიყვარდა. ხო? და ყველას ძალიან ბევრს ცნობდი, ხო? ცნობდა, ძალიან ბევრი დროშა იცოდა და მინდა გითხრათ, რომ ქრისტინე არის ერთადერთი ბავშვი, რომელსაც გასართობის შოუ შეუძლია შემეცნებით შოუთ გადააკეთოს სხვათა შორის. მე ხა მეფშევნა რომ ტომი და ჯერიზე მესაუბრა მულტფილმებზე, ანიმაციურ ფილმებზე, რაღაცაზე, მაგრამ რა ვიცი, ხვდები რომ ისე მდინარეზე მოგვიწევს საუბარი მესმის. და ცეკვაზე. მოგვიწევს საუბარი მდინარეებზე და ცეკვაზე. შეიძლება მდინარეებზე ვისაუბროთ? აქ ბეჭედია. ბეჭედი მიკეთია, კი. მე ალა. როცა რო გაიზრდები, მამიკო, და რომ გათხოვდები, აუცილებლად გექნება შენც საქორწინო ბეჭედი. ნამდვილად. ესეთი უკეთესი გექნება შენ. ყველაფერი უკეთესი იქნება შენ რომ გაიზრდები მაშინ. ელაში ესადი. ხო, ეს არ მძვრება მე და ვერ მოვიხსნით, თორე? ხოც. ვერ მოვიხსნებ. ვერაფრით ვერ მოვიხსნებ. მოდით ამასობაში ჩვენ შემეცნებით უпроსტად მეცაც გეტყვით სამეცნიერო ნაწილზე გადავიდეთ ჩვენი გადაცემის და მინდა ტელემაყურებელს უთხრა და დარბაზში მყოფ ადამიანებსაც რომ ვიკიპედიიდან ამობეჭდილი აი ასეთი კარდები აქვს სპეციალურად და აქ არის სულ ჩამოთვლილი, რა ვიცი, მდინარეები თუ კი სადმე არის და აი ხა რასაც უყურებ, რომელ ქვეყნის, სხვადასხვა ქვეყნის აბსოლუტურად, რა ვიცი, რამდენი მდინარეა და ეს კონდეს შენ. ეხლა მე გაჩვენებ შენ მდინარეებს ეკრანზე და შენ მითხარი რომელი რა მდინარეა, კარგი? ჩემთან მოდი ხარ? მოდი.
მოდი ერთად დავსხდეთ, მოდი. პრეში. იქით უნდა გავიხედოთ. შეხელი, აი იქ. ნახე? აბა 3 2 1 ეხლა ჩაირთვება და მითხარი რა მდინარეა? აბაში. არ მესმის რა არის? ამით როგორ უნდა მიხვდე რა? აბაშაა? სად არის აბაშა? რომელ ქვეყანაში არის? საქართველოში და მატეში. საქართველოში არის, კი ბატონო, იცის. აბა შემდეგი უბრა. რა არის ესა? უბრა. რა ქვია? უბრა. ობრა, ოდრა, უბრა. უბრა რა არის? უბრა. ობრა, სახელიც კი არ ვიცი რა არის. სად არის ეს რა მდინარეა? მამაში და პოლონეთში. მამასი და პოლონეთი. ამას მინდა გითხრათ, რომ როდესაც მამა პოლონეთში იმყოფებოდა, დროშას, როდესაც პოლონეთისაც ხედავდა, მამას ეძახდა იმ დროშას. მინდა გითხრათ, ანუ შესაბამისად მდინარეც მამა პოლონეთში მდებარეობს. შესანიშნავია. შემდეგი ვნახოთ. ჩუბუტი. ჩუბუტი. ეს რა მდინარეა რა არის? ხალხო ეს სერიოზულად აკეთებს ეს ბავშვი ამას თუ რა როგორ უნდა გაიგო რა არის ეს? ჩუბუტი. ჩუბუტი არის ესა, ხო? კი ბატონო, აპლოდისმენტები, ჩუბუტი ყოფილა. სად არის ესა? სად მდებარეობს? რომელ ქვეყანაშია ეს? არგენტინაში. არგენტინაშია, აბსოლუტურად მართალია. შემდეგი შეიძლება ჩავთოთ? აბა ჩავთოთ. ეს რა მდინარეა? რიონი. რიონია, ყოჩახ. რიონი სად არის? რომელ ქვეყანაშია? აქ საქართველოშია? საქართველოში. თელ საქართველოში ყოფილა. ისე კი არ არის უბრალოდ. მართალი ხარ. თელ საქართველოშია. კი ბატონო, თელ საქართველოს ტერიტორიაზე მოედინება ბატონო. კი ბატონო, კიდევ შემდეგი ვნახოთ. ეს არ ვიცი. რა არის? ამაზონი. ამაზონია ესა? დედა, რა მაგარია, რა მხელა ეს. ამაზონი დიდია? შიგბებერი არ კიდია, ხო? კარგი. შემდეგი ფოთლებიც არის. ფოთლებიც იქნება, აბა ხეები არის და ხეებს ფოთლები აქვს. აი, ესეთი ამბავია. აბა შემდეგი ვნახოთ. ენგური. კი ბატონო, ენგური გახლავთ ეს, ენგურჰესის კაშხალია. ეს კიდე ხეები. აი, ხეებია. შენ ხეები გიყვარს ძალიან, ხო? ყვავილებიც გიყვარს? არა. მამას ხეები და მეც. მამას უყვარს ხეები და მეც მიყვარს. აბა შემდეგი ვნახოთ. ეს რა მდინარეა? პურისი. ბატონო? პურუსი. პურუსი, მდინარე პურუსი. წარმოდგენა არა მაქვს, სად არის ეს პურუსი, მითხარი. ძალიან ბურუსით მოცულია ჩემთვის, სად არის პურუსი. ბრაზილიაში. ბრაზილიაშია? შესანიშნავია, კაცი მეწოდინება. შემდეგი ვნახოთ. კარკანანია. ბატონო? კარკანანია. კარკარანია. რა არის ეს, სად არის? სახელი არ მომწონს, ხო არ იყბინება? კარკარანი, რაღაცას ხო არ შვება? არ იყბინება? არ იყბინება. კარგი მდინარე ყოფილა კარკარანია, როგორც არის. შემდეგი ვნახოთ. სურამულა. ბატონო? სურამულა. სურამულაა ესა? მდინარე სურამულა. ხარ ნაყოფი მდინარე სურამულაზე შენ? ხაშურში და სურამში. ხაშურში და სურამში ყოფილა მდინარე სურამულა. აბსოლუტურად მართალია. აბა, შემდეგი? ალაზანო. ალაზანო და ალაზანო. შემდეგი ვნახოთ. ეს რა არის? მე შეცამოვიწყდები ეს. კარგი, იყავი ასე, იყავი, კი ბატონო. ეხლა ეს რა მდინარეა მითხარი? კი ბატონო, თქვა. პო, მართალია. შემდეგი? ეს ეხა მდინარეა, კაცო? არა, განგი. ეს განგია? ზღვასავი და განგი ყოფილა. დიდი მადლობა რომ ასწავლე. ამას ვერასდროს მივხვდებოდი მე რომ ეს განგია. სად არის განგი? ინდოეთში? არა, ინდოეთში და ბანგლადეშში. აჰა, ინდოეთში და ბანგლადეშიო. არაფერი შეგეშალოსო? აი ესე მithres. აი ეს უმეცარი რო ხარო. კიდე არის. ბატონო? კიდე არის, შემდეგი სურათი გინდა, კიდე რომ ვნახოთ? ვნახოთ, აი კიდე იქნება, აბა ვნახოთ. აი ეს რა მდინარეა? კალი. როგორ? კალი. მტკვარი ყოფილა ეს მდინარე, აბსოლუტურად მართალია.
სად არის ეს მდინარე? რომელ ქვეყანაშია? საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქეთში. მთელი მარშრუტი ვიცით. კი ბატონო, ბრავო! შეგახსენებთ ასაკს ბავშვისას, რომ 2 წლის არის და აი ასე იცის მდინარეები, ეს არის საოცარი ამბავი. შენ ახლა მითხარი ვისთან ერთად მოკვდი? დედასთან და მამასთან. დედასთან და მამასთან ერთად. მოგესალმებით. როგორ შვება ამ ყველაფერს? იქნება აგვიხსნათ ეკა? დიახ, თავის საქმეშია ეს, შესანიშნავი. ანუ ბებოსთან რომ მივდივართ ხაშურში, ჭიათურაშიც ყავს ბებო, იქ გზად ხედავს ხოლმე მდინარეებს და სულ აინტერესებს და მეც გადავწყვიტე რომ ესწავლებინა. ამ მდინარეზე შვილო მამა რას მიკეთებ წამოდიში. გულს ნუ მიხედკა. ჩვენ ესე წამოვიდა. ანუ ესე იგი ბებიასთან რომ მივდივართ ხოლმეო, ასეა ხო? ბებიასთან რომ დავდივართო, იქ ათვალიერებთ ხოლმე მდინარეებს ერთად? რა საოცარი გოგო ხარ, რა მაგარი გოგო ხარ. მამას მინდა ვკითხოთ, პოლონეთში ბრძანდებოდით და პოლონეთი მამა გახდა და ანუ დაბრუნდი. რაო, რა მაინც ისევ შემოგჩათ ეს სახელი ბოლო. დიახ, ხანდახან. ესე იყო და წერია. აქ წერია ის ტექსტები, რომელსაც ხანდახან მე გადაცემის დროს ვამბობ ხოლმე. ჩემი მდინარეები მაქვს აქ მე. აქ მაქვს ჩემი მდინარეები, მთები და ტყეები. აი აქ მაქვს შენახური. ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. დიდი მადლობა ასეთი რომ გყავთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმსახურებს საჩუქარს. ზედმეტი შესავალის გარეშე ფაგიო! აი მოდი კი ბატონო წამოგიღებ ამას მადლობა ვუთხრათ ფაგიოს აქ ამაში არის ბევრი საინტერესო რაღაც შეგიძლია ჩახედო შეგნით ნახე აი მოდი აი ესე აი აქ დაჯექი და ჩავხედოთ ერთად აქ არის კუბები სათამაშოებია რაღაცეები არის შიგნით და რაც თავარია შიგნით არის ფაგები რომელიც შენ დაგიცავს გაციებისგან და ყოველგვარი ინფექციისგან დედამ იცის ფაგიო აი ეს მარტო ეს საჩუქარი არ გეკუთვნის შენ ეხლა ვინ უნდა მოვიდეს კიდე ლოკომოკოს ლომი კიდე საჩუქრები მოდის ოხო როგორ მორდის ლოკომოკოს ლომი ჩვენ აი შესანიშნავი საჩუქარი დიდი მადლობა ლომო აჰა კუბები ამოიღო, აი ახლა ზუსტად დაიწყება შემეცნების პროცესი და იყოს ეს ასე, არანაირი პრობლემა არ არის, მდინარეებიც ვიცით, ახლა კუბებსაც ავითვისებ და აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება და მოკლედ დაველოდოთ შემდეგ სეზონზე რა შემოგთავაზებს ქრისტინე ბიწაძე.